მოგესალმებით, ვახმოვანებთ ჩვენს მაყურებელს, თავისუფლება და სოლიდარობა სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს და არჩევნები არ დავეთანხმო ერთ-ერთ მათგანს, ელენე ხოშტარიას, რომელიც არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და პოლიტიკური პატიმარი, რომელიც ამბობს, ხო ეს არის ცალსახად პროპაგანდისტული ხნიკი და ცალსახად იმ მოვლენების გადასაფარად, რა მოვლენებიც ერთის მხრივ, იმ მოვლენების გადასაფარად, რა მოვლენებსაც ტრადიციული მათთვის უკვე აპრობირებული მეთოდებით ვერაფერს ვერ უხერხებენ, ეს არის მოწამულის ამბავი და მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ყველა სოციალური კვლევა და ისინი ჩვენზე ბევრად ხშირად ატარებენ ამ გამოკითხვებს და კვლევებს, აჩვენებს, რომ საქართველოში უკანასკნელ თვეებში და ზოგადად დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის კატასტროფული ფასების ზრდა, რომელიც ბოლო 10 წელიწადში მარტივად რომ ეს მოდის ჩვენ მაყურებელს, პირველადი მოხმარებისაკვლევ პროდუქტებზე მერყეობს, ზრდა მერყეობს 80%-დან 450%-მდე სხვადასხვა პროდუქტებზე და მედიკამენტების ნაწილში მაგალითად მერყეობს 50%-დან 250%-მდე. აი ამ ვითარებაში ვართ, საწვავის ფასი გაორმაგდა ბოლო 10 წელიწადში, დენის ტარიფი ასევე გაორმაგდა და ეხა კიდე ემატება. ისინი პროგნოზირებენ და პროგნოზი ზოგადად ფერაზდროს ვერ სვავს სხვა შორის ამ პროგნოზის ინფლაციის. პროგნოზირებენ სავარაუდოდ დენის ტარიფის გამო, ზოგადად სხვა ეკონომიკური პროცესების გამო კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას ჩვენი ეროვნული ვალუტის და კიდევ მეტ ინფლაციას და ფასების და შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ესეთი ყველაზე ჩეკისტური მეთოდებით, ერთადერთი მეთოდები, რომელიც მათ აქვს, ამ მეთოდებით დაუპირისპირდნენ თავისივე თავს სინამდვილეში. როგორ უნდა ღერიოს რომელიმე პროპაგანდა, როდესაც ადამიანი გამოაღებს მაცივარს და დაინახავს, რომ იქ არაფერია, როდესაც ადამიანებს პენსიას მიიღებენ და ნახავენ, რომ წინა პერიოდთან შედარებით ის თითქოს და მომატებული ინფლაციის გათვალისწინებით კიდევ უფრო ნაკლებია, როდესაც შეხედავს ტელევიზორს და აღმოაჩენს, რომ იზრდიან ჩინოვნიკები ხელფას, მათზე ინფლაცია ყოველთვის აისახება, მათ ხელფასზე ყოველთვის აისახება. და ვერანაირი ინფლაცია ვერ შეაჩერებს იმ მთავრობას, რომლის ყოფილი პრემიერ-მინისტრით დაწყებული სუსის უფროსით დამთავრებული კორუფციაზე და მილიონებზეა დაჭერილი, ესეც პროპაგანდის ნაწილია, მაგრამ ადამიანები ამას აანალიზებენ. რა თქმა უნდა, აანალიზებენ და ეს ყველაფერი რის გამოც ეს ყველაფერი ხდება, არის მართლაც რაღაცის გადასაფარად, რაღაცის ყურადღების გადასატანად, მაგრამ ამასთანავე რაღაც სატყუარის გადაგდება ამ მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, როგორ უნდა იმუშაოს ამან? ტოტალური უპატივცემულობა არის ქართული საზოგადოების და ამომრჩევლის და ჩვენი თანამოქალაქეების, როდესაც ასე უწიფრად ატყუებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაღაც მორიგ პრომობიჭუნას კლიპში, რომ თურმე ყველაფერზე რაც თვითონ არიან დამნაშავეები, ახლა ერთის მხრივ ახსენეთ თქვენ სიუჟეტში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ინფლაციის მთავარი კონტროლებელი ინფლაციაზე პასუხისმგებელი ქალბატონი აგერ ის ცვილის ფიგურა იყო, რომელსაც თქვენ სიუჟეტში უყურებდით, თურნავა რაღაც უცვლელი ცვილის ფიგურა, რომელიც არ მიდის საქართველოს ეკონომიკური სისტემიდან, ის არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ცერბერი ამ პროცესში, ის არის დამნაშავე, სისხლის სამართლის დამნაშავე არის სინამდვილეში ეს ქალი, ის არის დამნაშავე იმაზე, რასაც აკეთებს ეროვნული ბანკი, ფულს ბეჭდავს მასიურად, რაც აი უგუნური პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებენ. ერთია ფულის ბეჭდვა პოლიტიკური მიზნებით, მეორე არის მაგალითად იცით რომ წინა საარჩევნოდ 2024 წლის არჩევნების წინ ხელოვნურად რამოდენიმე თვის მანძილზე რეზერვების ხარჯვის სანაცვლოდ აკავებდნენ ვალუტის კურსს. ეხა იყიდეს 2 მილიარდი დოლარის რეზერვი ისევ, იმიტომ რომ რეზერვი აღსადგენია არ შეიძლება ამის ეს დატოვა. რაც ნიშნავს რომ იმ მოქცევაში დამატებით 6 მილიარდი დოლარი ჩავიდა. რაც ინფლაციას იწვევს, ერთი. მეორე, საქართველო არის აი ძალიან სწორად ახსენე. ძალიან სწორი ამბავია და სწორი აქცენტი არის ძალიან რაციონალურად ყველანაირი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე. კორუფცია აძვირებს ცხოვრებას. ვახო, კორუფცია ყოველთვის აძვირებს ცხოვრებას. ჩვენ რა დავინახეთ ბოლო წლებში? რომ ეს არ იყო კორუფცია რაღაცა ელიტური, ორი კაცის, სამი კაცის, მარტო ივანიშვილის ოჯახის, ეს არის ენდემური სისტემური. საქართველოში აბსოლუტურად ყველა სტრუქტურა, რომელსაც ხელი მიუწვდება საქართველოს ბიუჯეტზე და ჩვენი გადასახადების ხარჯვაზე, ყველა ჯიბგირი იყო, ყველა ფულს იპარავდა თან გიჟურ მასშტაბში, არანორმალურ მასშტაბში. ეს ძვირიჯდება, ეს აძვირებს ქვეყანაში ცხოვრებას, როდესაც მშენებელმა იცის, რომ მას კორუფციული მდგენელი აქვს, რომ მოიპოვოს რაღაცა ნებართვა. ის აძვირებს ფართის ფასს. როდესაც ყველა ბიზნესმა იცის, რომ სადღაც არის ფული ჩასადები და კორუფცია არსებობს, ფულია ჩასადები
ბიზნესში არის დასაწყისებელი, კორუფციის მდგენელი εκεί გაძვირებს ცხოვრებას. მეორე, გადასახადები, რომელსაც არ ცვლიან. იტალიის მაგალითი მინდა მოვიყვანო, ესპანეთის მაგალითი მინდა მოვიყვანო. ხორცზე, რომელიც არის პირველადი მოხმარების პროდუქტი, იტალიაში 5.5%-იანი DGG. ბევრ სხვა პროდუქტზე 18%-ია, როგორც ჩვენთან, როგორც ხორცზე არის 5.5. პურზე და პურის ფქვილზე არის 4%. რატო? იმიტომ რომ პირველადი მოხმარების არის. საქართველოს კონსტიტუციაში არ წერია, რომ გადასახადების დაკლება არ შეიძლება, მომატება არ შეიძლება. სწორედ ეგ მაგასაც ვადა გადის 2007 წელს ისე და დიდი შანსია რომ რაღაცებში გადასახადები მოამატონ პირიქით. გადასახადი დაუკელი. აქციზი ისა რა ქვია, DGG დაუკელი და იქნება რა თქმა უნდა ეს იმოქმედებს დადებითად ფასზე. ეხლა აიღეს და უტევენ ბიზნესს. ბიზნესს უტევენ რომ რატო გაქვს იმაზე დიდი მარჟა ვიდრე აქვს საფრანგეთშიო. და ბოდიშვიხტი თვითონ ყველაზე კარგად იციან რატო აქვს იმას უფრო დიდი მარჟა. იმიტომ რომ ის ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც კორუფცია ყვავის. ყველასთან ქრთამი და ატკატი აქვს მისატანი. სასამართლო სისტემა არ არსებობს. ანუ ადამიანი რომელიც ამ ქვეყანაში ბიზნესში მიდის 100-ჯერ უფრო დიდ რისკს იღებს ვიდრე ადამიანი რომელიც საფრანგეთში მიდის. ამიტომ ის რა თქმა უნდა მეტ მარჟას დაადებს და თუ არ დაადებს ამ მარჟას, უბრალოდ აღარ დაკავდება ამ ბიზნესით და მე კობახიძე ალბათ კიდევ ერთ კომუნისტურ გადმონაში ტალონებს შემოიღებს, იმიტომ რომ უკვე ხედავ მაგასაც. გადასახადების გაზრდაზე რო საუბრობდით, ხო, შემოვლითი გზებით არსებობს აქ და ვნახეთ საპენსიო ფონდით, როგორ შეიძლება გადასახადების სხვა გზით კონსტიტუციის გვერდით აკრიფონ. მე მინდა კითხოთ სწორედ აი ამ ბიზნესზე. იმ ხალხზე, რომელიც ძალიან ლოიალურია, იმ ხალხზე, რომელიც ხმას არ იღებს არაფერზე და აი ახლა უთხრეს, რომ სუსი შეისწავლეს მათ საქმიანობას. ოღონდ აქ საინტერესო არის ის, რომ მათი უმეტესობა ქართულ ოცნებასთან ან დაახლოებულია, ან ის ობიექტები, რომელსაც გულისხმობენ, ეს ობიექტები არ არის იმ ხალხის კონტროლ ქვეშ, ვისაც ოცლარს უმატებენ. ეს სულ სხვა ხალხის ხელშია, ვინც ასოცირდება პირდაპირ ქართულ ოცნებასთან. აი აქ რა შეიძლება გააკეთონ, ანუ რა ტიპის კონტროლის დამყარებას ცდილობს ისედაც გაკონტროლებულ ბიზნესთან, აი მუქარა იყო აშკარა ბიზნესის მიმართ. პირდაპირ ღია მუქარა. ჩვენს მოქალაქეებს მაგალითად შეიძლება ნაკლებად ადარდებთ ადამიანებს, რომელთაც შეათ, რომელ ბიზნეს კობახიძე როგორ დაემუქრება. შეიძლება ასეთ ჭრილში საერთოდ არ უყურებენ მოქალაქეები და ბრაზის მიმართვის საშუალებაა, რომ აი ამათი კვალია და ჩვენი არა. აი ამ ბიზნესმა როგორ უნდა იმოქმედოს ახლა თქვენი აზრით, რა მესიჯი მიიღო? მე არ ვიქნები კარგი მრჩეველი მათთვის, მე ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა და რაღაცა კონტაქტები და კომუნიკაცია საქართველოს ბიზნეს წევრებთან მათ ყოველთვის ვამბობდი, წინა წლის დასაწყისიდანვე ვამბობდი, რომ ძალიან მალე თქვენ ეს ყველაფერი თქვენამდე მოვა. ძალიან მალე თუ გააგრძელებთ ამ ამბავს ეს აუცილებლად თქვენამდე მოვა და მივა. ეხლა იქ ზღვარი გადალახულია, საერთოდ არ აინტერესებს ახლა იმის რო არის კახაბექაური, საერთოდ თქვენი მაკონტროლებელი რო არის და ჯარიმებს რო გაკისრებთ. პირველი კაცი ეგ არის, პირველ ყველაზე მეტად ეგ მდიდრდება. მაგაზე მამალი ქოცი ვინ არის კიდე მე არ ვიცი, ცოტა ადამიანი. ოღონდ ხო ხედავ ლილუაშვილი გაწირეს, ღარიბაშვილი გაწირეს და კახაბექაურს გასლიცავენ. კი არ გაწირავენ, დააბიჯებენ დიდ ჩექმას და გასლიცავენ ადგილას, იმიტომ რომ ეს ჭირდება, დიქტატური ძვირიჯდება, დიქტატურა ან მათ რომლებიც ლოიალური შეიძლება არის. შეიძლება ასეთების ამოარჩიონ, შეიძლება თავისიანებიც, მაგრამ დიდ სურათში რა ემართება ბიზნესს ზოგადად, ანუ მათი დრო დადგა ეს მინდა. უჭდება ბიზნესი. კი, ანუ ეხლა მე არ მგონია რომ აი რაღაცა თელ კასტას გადაუვლის, უბრალოდ რაღაცა მომენტებში დასჭირდება რომ მათ შორის ბიზნესი გადაუვაროს და ეხლა გადაუვლის. ანუ მარტივად კიდევ მთავარს რომ მიუბრუნდეთ. ფისკალური პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკა მის ხელშია და შეუძლია ამაზე გავლენა მოხდნოს ფულის ბეჭდვას თავის დაანებოს ნათია თურნავა, იმიტომ რომ ეკონომიკაში ტყუილი ეფექტი შექმნას. პირველი ეს გააკეთოს, განსახადები დაწიოს იმ პროდუქტებზე, რომელიც პირველადი მოხმარების არის და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამორჩა წინაზე. იცით რა მხელა არის წილი საქართველოს ჩვეულებრივ სტატისტიკურად საშუალო სუპერმარკეტში ქართული პროდუქციის 5% არის ვახო. ამ 5%-ში არ შედის პური, იმიტომ რომ პური ვერ ითვლება როგორც სახე ადგილზე ნაწარმოები, იმიტომ რომ ნედლეული არის რუსული. ანუ უცხოური კი არა 90% არის რუსული. ადგილობრივ ნედლეულს აქვს სერიოზული პრობლემა ამ თვალსაზრისით. ანუ მე არა ვარ მომხრე ზოგადად რაღაცა პროტექციონიზმის. ოღონდ ქართული ოცნება იყო მომხრე ვახო პროტექციონიზმის. ქართულმა ოცნებამ $2 მილიარდ მეტი, ბევრად მეტი მე მგონი თუ არ ვწდები ეს 2 მილიარდი ჭილი გასახლებელი მიწვი იყოს. აქვს დახარჯული სუბსიდიების და სხვა პროგრამების სახით სოფლის მეურნეობაში. ამონაგები არის სადღაც $150 მილიონი მეტი არა. ანუ ვერ მოხდა სოფლის მეურნეობაში ჩააგდეს მთლიანად რეფორმა, ფისკალური პოლიტიკა აქვს კატასტროფული და ზოგადად მთელი სისტემის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნით იწვევს ამას, რომ ეს დაფინანსებას ეს სუბსიდიაც კორუფციის წყარო იყო
ხედავდით, გარდა ამისა, პროპაგანდა ხომ ეს ჰქონდათ, რომ აი ქართული პროდუქცია, ქართული ჩვენ ხედავთ სინამდვილეში ბოლო 10 წელიწადში 10 წლის წინ ბევრად მეტი იყო წილი ქართული პროდუქციის ქართულ ბაზარზე. ხო, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი, უბრალოდ ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე არის ის, რომ უნდა იყოს კონკურენცია და ეს შემდეგ ფასებზე ახდენს გავლენას. აი რა პოზიტიურს, რა მდგომარეობა გვაქვს აი ამ თვალსაზრისით. აი როგორ მოქმედებს დღეს ბიზნესი, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, მოდი პირდაპირ თქვა, არა მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე, მაგრამ ვინც სადაც დაინტერესება აქვს მოკლედ და კონკურენციის ამბებიც ძალიან მძიმედაა ამ ქვეყანაში. აი ეს ვითარება აგვიწერეთ. ძალიან გასაგები პატერნით მოქმედებს, კი არ ვამართლებ და ვამბობ, რომ ეს კარგია როგორც იქცევიან, არ მგონია რომ კარგია იმ რეალობის შესაბამისად იქცევიან, რეალობაც ქვეყანაში არის. სინამდვილეში ქართული ბიზნესის უკლებლივ ყველა სფეროს პატერნი არის დღეს მომხვეჭელობა, არარეალური შეიძლება რაღაცეებში არაკონკურენტული ფასები, რატო? იმიტომ რომ ისინი ოპერირებენ არასტაბილურ, ვოლატილურ, საშინლად არასტაბილურ ვითარებაში ვახო. ანუ ისინი ოპერირებენ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სასამართლო სისტემა, სადაც როდის დაიჭერენ რის გამო, სიგიჟეების გამო არიციან, სადაც ქთამი უნდა უხადოს უკვე დღევანდელი მდგომარეობით აბსოლუტურად ყველა ლეველზე, ყველა საფეხურზე ქთამია გადასახდელი. შესაბამისად ის საკუთარი რისკებს, საკუთარი ფიზიკურ რისკებს, საკუთარი ბიზნესის რისკებს, რის გამო შევიდა ამ სფეროში, იზღობს იმით, რაც თქვენ მის პროდუქციის ფასი, ნებისმიერ სერვისის პროდუქტის ამის ფასი, ამით იზღებს თავს. ანუ ბიზნესი თვითგადარჩენისთვის მუშაობს, შესაბამისად კი რაღაც ფასში აისახება ეს ყველაფერი, რომ ფასი ძვირია, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი მთელ ამ ამბავში, რასაც ფასების ზრდა ქვია და ინფლაცია ქვია, ბიზნესის ეს დამოკიდებულება ყველაზე ნაკლები მდგენელია. ყველა სხვა ამბავი, რომელიც ეხება სახელმწიფოს სინამდვილეში, მათ შორის ის რომ ტარიფებს ზრდის კიდე. ეხა ტარიფებს ზრდის. გახსოვს ჩემზე უკეთ ბევრად, იმიტომ რომ ჩემს დიდი ხანი ადევნებ ამ ყოველფერს თვალყურს, 2012 წელს მათ მთავარი დაპირება იყო. ელექტროენერგია, ბუნებრივია, ელექტროენერგიაო, საწვავიო, რომელიც საწვავში მიშა რაღაც ლარი ქონდა მიშასო ყველა ერთი ჩამოვთვალოთ თელი კოლაჟია ამის ეკნება მაყურებელს. საწვავს 2017 წელს გაუორმაგეს აქციზი. ბარელი ნავთობის ფასი თამაშობს საერთაშორისო ბაზარზე. ამას ყურადღებას არ ეკწევ, უბრალოდ გაუორმაგეს აქციზის ფასი. 2017 წელს სპეციალურად დავთვალეთ, სანამ წამოვიდოდ და გუშინ გავაკეთეთ მარტივი დათვლა. 2017 წლის ნიშნულზე რომ დააბრუნოს აქციზი საწვავის, 30 თეთრი ტყისიერად გაიაფთება ბენზინი საქართველოში და საწვავზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ფასების ზრდაში საწვავი ძალიან დიდ როლს თამაშობს, როგორც ელექტროენერგია. გამოვიდა დღეს ის ელექტროენერგიის თბილისის ყოფილი მერი რო არ დამოვიწყდა სახელი ნარმანია, სემეკის თავმჯდომარე, თქვა რომ აუცილებლად გაიზრდება სამოხმარებლო ნაწილშიც ტარიფები და ოჯახებისთვის და მცირე მომხმარებლებისთვის და ყველაფრის რა. იმას ამზადებენ რომ ეს ზრდა იმას კი არ ნიშნავს რომ დენის გადასახადი გეზრდება მარტო. ეს ნიშნავს იმას რომ პულის ფასი გეზრდება, ეგრევე გეზრდება. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგია დანიშნული, სწორედ იქიდან ხედავთ ახლა თქვენ კადრს პირდაპირ ეთერში და რასაკვირველია ჩვენ შემოგთავაზებთ როგორც კი არ ვიცით ვინ დადგება ამ ბრიფინგზე, რომელი თანამდებობის პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, თუმცა ამას რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც კი გამოვა ვინმე. ჩავთავთ ჩვენ პირდაპირ ეთერში. აი ამ აქციას რა ქვია ეს უნდათ, ანუ აი ეს სანახაობა. ეს სანახაობა არ ვიცი ხა, ვეღარც ვადარებ წინა პერიოდს, ხო იყო რაღაცა ნაციონალურ ბაზრის მართლობის დროს რაღაცა ესეთი ეფექტი, რაღაც სანახაობრივი ძალოვანი სტრუქტურების მომent ბევრად შორს წავიდნენ. ესენი მანდ აღარ არიან, ესენი არიან მართლა რუსულ ამბავში პირდაპირ, რომ ეს არ არის უბრალოდ მარტივად სანახაობისთვის, ეს არის მთელი სისტემის ჩეკისტურ მოდელზე გადაწყობა. ანუ ყველაფერზე პასუხი არის ჩეკისტობა. ფასები იზრდება, დაგიჭერთ, წაგიყვანთ აი ამ მოდულის ჯურღმულებში, ფქვილი შემოტანებს, ეხლა აბოცდათ კი არა და პირდაპირ თქვეს, არ ვიცი ერთ-ერთ მაგათ იმას უსმენდი, რა ქვია, მოლაპარაკე პირს ვოლსკის თუ რომელიღაცას, რომ ამბობდა, რომ ამათ ბოგინი უნდა დამთავრდეს, მაგ ასოციაციების თავმჯდომარეები ნაცები არიანო ყველანი, ანუ ხო ხვდები, მაგასაც მან დაბრუნებენ და გუშინ არ ვიცი, ასე ამაზე დასაბუთებულად სხვა თემა არ არსებობს, რომელზეც შემილია ლაპარაკი. ყველა არგუმენტი ვთქვით ალბათ, რის თქმაც შეიძლება მეც და ბევრმა სხვა კოლეგამაც, რომელსაც ბევრ სხვა რაღაცაში არ ვთანხმდებით ხოლმე, მაგრამ ამაში შევთანხმდით. დღეს გამოვიდნენ და ესენი არიან სამშობლოს მოღალატეებიო და იმიტომ გულანძღავენ, ანუ ფასებზე რო ვიძახით რეალური პრობლემა სად არის, აქაც პასუხი არის რომ ნაცები და სამშობლოს მოღალატეები. და ახლა ჩვენ რომ აი ფასების თემას ასე ვთქვათ, თავი მოუყაროთ ყველაფერს რა უნდა იცოდეს ამ ქვეყნის მოქალაქემ,
ამ ფასებთან დაკავშირებით, რასაც ეუბნება ახლა კობახიძე ამ მოქალაქეებს, რა უნდა ამოიკითხოს საქართველოს მოქალაქემ აქედან, როდესაც რაღაც პროცედურულ საკითხებს თავაზობენ ყველაფერთან ერთად, რომ იქ რაღაც კომისიას შექმნიან, არ ვიცით, ვის დაიბარებენ, ამას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, ფასებს ეშველება თუ არა, ამ გზით რამე, ეს აინტერესებს ჩვენს მოქალაქეს. მარტივად რო უთხრა და ისევ ამ ეკონომიკურ ტერმინებისგან შორს, მაგრამ ამ კონტექსტში რო დავშვეთ, 90% სახელმწიფოს გავლენის ქვეშ არის ფასების კონტროლი. არავით არ კავშირი, აი 10% არის ბიზნესის ამბავი, 90% სახელმწიფოს ბრალია, ის რომ ამ წერტილში ვართ, ქოცების ბრალია ის რომ ამ წერტილში ვართ და გამოსწორებას მხოლოდ სხვანაირი ქცევა ჭირდება ქოცებისგან და არა ჩეკისტური ტროიკების დაფუძნება იმისთვის, რომ ნივრის გამყიდველებს დაერიონ და იმ ზეთის შემომტანები ციხეში ჩასვან და ოჯახები დაუწიოყონ. ეს არის ყველაზე ბოლო წერტილი, რომელსაც შეიძლება რამე ეშველოს. კარტელური გარიგება არის 10%-ზე კიდევ უფრო ნაკლები. ამიტომ ფასებს ეშველება მხოლოდ მაშინ, თუ ესენი ქცევას და ზნეს შეიცვლიან და ჩვენ მოქალაქეები მე ძალიან კარგი წარმომადგენელი ვარ კობახიძისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებზე და ძალიან კარგად იციან რომ ასეთი სახედრები ზნეს დაჩევას ამასაკში არ იცვლიან.